მაყურებლებო, დღეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ვამთავრებთ სკოლას და გადავდივართ ცხოვრების ახალ ეტაპზე. თუმცა უდიდესი წუხარებით, რადგან ჩვენი სკოლის კოლექტივს გამოუყვება სპორტის მასწავლებელი, ბატონი პაატა ზარანდია. გთხოვთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. მადლობა. ახლა კი თქვენის ნებართვით დავიწყებთ ჩვენი ბოლო ზარის ცერემონიას. ანაქრონიზმია. თანამედროვე სამყარო ინდივიდებისგან შედგება, რომლებიც საკუთარ ციხე-კოშკებში არიან გამოკეტილი. ციხე-კოშკი ვახსენეთ და გახსოვთ რუსთაველი სამთანდილისიც მარტო იყო, როცა უცხომოყმე საძებნელად გაიშურა. მაგრამ მიზანს მხოლოდ მაშინ მიაღწია, როცა სამი სხვადასხვა გმირი, არიელი ფიდენი და ამქენელი საერთო იდეის გარშემო გაერთიანდნენ. რუსთაველის ხომ პირდაპირ გვეუბნება, ვინც მოყარეს არ ეძებს, იგი თავისა მტერია. მალანი ფიქრობენ, რომ ეს იდეალისტური შუა საუკუნეებია. დღეს უფრო მარკესის პერსონაჟებს გავართ მარტოობის 100 წლის ადრე. ყველა თავისებურ ოქროს და კედელს და გარე სამყაროსთან კავშირს კარგავს. ერთობა ხშირად მხოლოდ ილუზია, რომელიც მაშინვე იმწყროვა, როგორც კი პირადი ინტერესები წინა პლანზე წამოიწევს. მე რა მოსტავას გულისწყივილი გამახსენდა. საუბედუროდ, ჩვენ ქართველები მხოლოდ განავიღეთ მომენტში, მაშინ როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით. ხოლო რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როდესაც ერის გადარჩენაზე კი არ არის ლაპარაკი არამედ ახორძინებაზე, აქ კი თავში ჩანს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეზოდით განდელი სენი და ჩვენ კვლავ ერთმანეთს შორდებით. კოსტავაც მარკესივის სწორედ იმაზე გვარტყილებს, რომ დაცალკოება და მარტოობა დამხუპებია. მაგრამ მოდის სულხას ამასის ვთქვათ. ის ისტორია ისებზე, რომლებიც სათითაოდ ადვილად ხდება, ხოლო კონაჩაკრული დაუმარცხებელია. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაკვეთილი, ეს ბიოლოგიური გადარჩენის ფორმულაა. როგორც შეკრებილი ისრების კონას ვერ გატეხა ადვილად, ისე არ გაჩნდება ერთი ფიქრი და ერთი იდეის განათებული გულების ერთობა და ამ ერთობას, რომელიც შეიკრება და აინთება ერთის ცეცხლად, ვერ შეაკავებს ვერავინ და ვერაფერი. ის მოედება სინათლეს სამყაროს და გაიტანს გამარჯვების ლელოს. ლელო ეს ხომ ჩვენი თამაშია, ჩვენი კოლხური სულის და გემის სამოძახი, ჩვენი ერთობის და გამარჯვების აღმშვენი. თუმცა ის უბრალოდ თამაში ხომ არ არის. ლელოს მთავარი შინაარსი ხომ ადამიანების სხვადასხვა ერთობაშია, რომ მოიპოვონ და გაიტანონ დიდი. და თუ არ იქნა ეს ერთობა ერთსულოვანი, არც გამარჯვების ლელო დაიგება. ერთსულოვნება ეს სიტყვა კი ნიშნავს თავისთავად ერთი სულის ქონას, ერთი ფიქრის და აზრის ქონას და ამ ერთობას ვერაფერი მოერევა თუ მარტო არ ხარ. ამბობენ, რომ ეს ფორმულა ასე არ მუშაობს და ხშირად ინდივიდუალურობის ხარჯზე გავდივართ ფონს. ვაჟამ შავალას ალუნდა თემის წინააღმდეგ წასვლით თავისი სიმართლე იპოვა. ერთობა ხშირად ბრმა მორჩილებას ნიშნავდა. განაერთობა ყოველთვის კარგია. არის ყოველთვის პროგრესის გარანტი? არის და არის იგი ალუდასთანაც, რადგან ვაჟასთან ერთობა უფრო მეტად სიღრმისეულია. იგი უფრო მაღალ დონეზეა. ეს არის ადამიანებისა და სულიერი ღირებულებების ერთობა, რომელიც ყველა თემურ წესებზე მაღლა დგას.
Polcağa jadires რომ ადამიანი დაავად, იწორად იმოხელ ძაბებზე საუბრელ საჯოში ნელა საყარას საკავშირებს. თუნდაც ავიღოთ დიუმას მუშკეტერები, ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის. ეს მხოლოდ ლოზუნგი არ არის, ეს არის პასუხისმგებლობის გადანაწილება. მართალი ვარ, არის კი ეს ნამდვილად ასე? მაშინ რატომ არ გამოვდის? მაშინ რატომ წუხს კოსტავა? რატომ ყავს ილიას ასეთი ბედნიერი? რატომ ერთი გათათუთაშხია სევდად? და რატომ გავხდით საშობას გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილიერი? არა და არა, შესაძლოა მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ერთობას ხშირად ბარსაში გათხოვება დავუქვამთ. მაშინ როცა ილია, ბაშა, აკაკი და სხვები გვასწავლიდნენ, რომ ნამდვილი ერთობა განსხვავებული ხმების ჰარმონიული ჟღერადობაა, განსხვავებული ადამიანების ერთობა, განსხვავებული ფერებისა და მონაცვლეების პალიტრაა. დიახ, და ზუსტად, როგორც პოლიფონიურ სიმღერაში თითოეულს აქვს თავისი ხმა და პარტია, თუმცა შედეგი მხოლოდ საერთო ჟღერადობით მიიღწევა. ერთობა არ არის ერთფეროვნება. ეს არის სხვადასხვა გზების და ხმების გადაკვეთის წერტილი. სურს გითხრათ, რომ ჩვენ ყველანი სულ სხვადასხვა ადამიანები ვართ, სხვადასხვა ხასიათი, სხვადასხვა გემოვნები, სხვადასხვა უნარები, ჰაბიტუსებით თუ ბუნება განწყობით. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ ისევ ერთად ვართ. ერთად ყვებით ამ ახალ ამბავს, ვასრულებთ ძოლს და ახლის შესახვედრად ვემზადებით ერთმანეთის მხარდამხარ. ასე ვაძლიერებთ ერთმანეთს. ერთად გავართ ამ სცენაზე. როგორც ჩარჩოინდნენ ჩვენი უფროსი მეგობრები და როგორც ჩარჩონ წინ იდგა ჩემი ძმა თავისთან ტოლფერდად 2 და როგორი სამაგალითო იყო ეს ამბები. როგორი დასტური გახდა ერთიანობის ალტერნატივობა, როგორი თვალსაჩინო ერთიანობის სახე და როგორი სამაგალითო არის ის. და ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ამ ისტორიას და წელსაც ერთ კონად შეკრული უკვე მესამე წელია ზედიზედ კოსტავას სევდაზე დასწავლი და დიუმას ლოზუნგით. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის. გავარქარ და სხვაგვარად არ ძალვით. მე-12 და მე-12 B კლასის გამოშვება. გონი ყველგანი, თავს ქვეყანაში მე-12 კლასელები ჯიბში არიან. არა მე და არა შენ. არა ჩემი სიმღერა შენ არ იმღერო და არა ჩემი ცეკვა შენსაც არ უნდა გავდესო. არა ჩემი დროა და არა დამითმე მეო. თითქოს იყოს რამე გასაყოფი. გონი მხოლოდ ჩვენ გამოგვივიდა ეს და უკვე როგორც თქვით მესამე წელია გამოდის. არა, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ რამე ხილში ჩავარდით. პირიქით, გავიაზრეთ. თუ სად ვიყავით მანამდე? ან რატომ უნდა იყოს ვინმე ასე გათითოკაცებული? მარტო კაცი ჭამაშიც ხომ არ ვარგა და აბა სცენაზე თან ბოლოს არზე. როგორ ვიქნებოდით აბა ამ ერთობის გარეშე? ახლა მცირე პერიფრაზირება. ყურადღება თქვენ წინაშეა ხობის ერთადერთი და განუმეორებელი ნომერ 2 საჯარო სკოლის ტრადიციულად ერთიანი მე-12 კლასელები და მათი საგამოშვება ბოლოს არის. Say you want me, when you gonna give it up to me? Before your body in tight, say you're making me want it. When you gonna give it up to me? When you come to me, girl, then what's it tomorrow? When you full real and ready to see, because you know what if you love it shade like an arrow. When you gonna give it up to me? This is the
Michelle fight for that white gold. This one for them good girls, straight masterpieces. Shining, wildin', living it up in the city. Got Chuck's on with Saint Laurent. Gotta kiss myself, I'm so pretty. I'm too hot. Got police and the firemen. I'm too hot. Like a dragon, wanna retire, man. I'm too hot. Say my name, you know who I am. I'm too hot. And my band back that way. Girl said you hallelujah. Girl said you hallelujah. Girl said you hallelujah. Cause Uptown Funk don't give it to you. Cause Uptown Funk don't give it to you. Cause Uptown Funk don't give it to you. Saturday night we in the spot. Don't believe me, just watch. 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 Hey, hey, She's into superstitions. I got some voodoo dolls. I feel a premonition. That girl's gonna make me fall. She's in sweet sensations, new kicks in the candlelight. She's got a new addiction for every day and night. She make you take your clothes off and go dance in the rain. She make you live a crazy life, but she'll take away your pain like a bullet to your brain. Outside, inside out, living la vida loca. როგორც იქნა დადგა ეს თე, ვამთავრებთ მე-12 კლასს. როგორც იქნა გვეშველა ჩვენ და თქვენ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. საშუალი რავდის. სადმე სწორედ იმაშია, რომ უკვე ნაშოლი ვარ მოვარი. უკვე წარმატებით დავახტიეთ თავი ამ მისამართობაზე მთელი 12 წელი. იმ ბაშო გოლში ვიყავით, რომელსაც ხობის ნომერ მეორე საჯარო სკოლა ქვია. დიახ, ჩვენი მეორე საჯარო სკოლა სწორედ ის მაშოლი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ გემებთან და კუნძულებთან მიგვამწევინა. 12 წელი მან გაგვიკვალა საქაულო ჯუნგლებში და გაგოძლიერა მომავლის გამოწვევებთან საბრძოლველად. თავარი სიტყვა კი რაც თქვი, ეს არ იყო ჩვენ, ან გაგვაძლიერა გზებს გავიყვეთ. თავარი სიტყვა იყო გვასწავლა. მაგრამ კეთდება გვასწავლა ეს? არა, მას მეორე რომ ქვია იმან? არა, მაშინ კლასებმა თუ დაერექნება? არა, რა თქმა უნდა არა. ეს მასალი არის. სხვა ვინ თუ არა მასწავლებელი. მასწავლებელი და მასწავლებელი არ არის მხოლოდ პროფესია. ეს არის მოწოდება, რომელიც ხშირად უხილო, მაგრამ ფუნდამენტურ გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე. და თუ კი სამყაროს ერთი წიგნა წარმოვიდგენთ, მაშინ მასწავლებელი ის ადამიანი იქნება, რომელიც ამბის კითხვასა და ინტერპრეტაციას გვასწავლის. მასწავლებელი სინათლის მატარებელი და მომავლის არქიტექტორია. ლიტერატურასა და ისტორიაში მასწავლებლის ფიგურა ყოველთვის ასოცირდებოდა მთესლთან. როგორც იაკობ გოგებაშვილს მიაჩნდა, განათლება არის საძირკველი, რომელზეც ერისკერდელწრეობა უნდა აშენდეს.
ხოლო მასწავლებელი ამ მშენებლობის მთავარი ოსტატია. და მაინც რატომ არის მათი ღვაწლი ასეთი ფასდაუდებელი? იმიტომ რომ ისინი მხოლოდ ფორმულებს არ გვასწავლიან. გვასწავლიან კრიტიკულ აზროვნებას და გვეხმარებიან რომ ინფორმაციის ოკეანეში ვიპოვოთ სიმართლის ნაპირი. ხშირად სწორედ მასწავლებლის ერთი სიტყვა მხარდაჭერა გარდამტეხი მოსწავლის ცხოვრებაში. ისინი ხედავენ ნიშს, სადაც სხვები მხოლოდ დაბნეულობას ხედავენ. მასწავლებელი ისაა, ვინც საკუთარ თავს ხიდად აქცევს, რათა მოსწავლეებმა მეორე ნაპირზე გადასვლა შეძლონ. გადაიყვანს მათ და შემდეგ სიყვარულით ინგრევა, რათა წაახალისოს ისინი აადოს საკუთარი ხიდები. დიდებულებების ორიენტირი. ლიტერატურულ პერსონაჟებს თუ გავიხსენებთ, მასწავლებელს ყოველთვის მორალური კომპასის როლი ჰქონდა. ისინი გვასწავლიან არა მხოლოდ იმას, თუ რა ვიცით, არამედ იმასაც, თუ ვინ ვართ ჩვენ. აი თანამედროვე მასწავლებლის გამოწვევა კი ბევრად გართულდა. დღეს როცა ინფორმაცია ერთი კლიკით ხელმისაწვდომია, მასწავლების როლი კიდევ უფრო გართულდა და ამაღლდა. მას აღარ მოითხოვება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი ენციკლოპედია. ის უნდა იყოს მენტორი, ფასილიტატორი და ემოციური საყრდენი. მასწავლების ღვაწლი ხშირად წლების შემდეგ ვლინდება. იმ წარმატებულ ოპერაციაში, რომელსაც მისი მოსწავლე ქირურგი ატარებს. იმ ლექსში, რომელსაც მისი აღზრდილი პოეტი წერს. ან უბრალოდ იმ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაში, რომლითაც მისი მოსწავლე ქვეყანას ემსახურება. მასწავლებლობა ეს არის თავგანწირისა და უანგარო სიყვარულის აქტი. მათ ისრომ მაგავს ჩუმადანთებულ საქმეს, რომელიც თავადილება, რათა სხვაც დაგავმედოს. სწორედ ამიტომ მათი დაფასება არა მხოლოდ ეთიკური ვარი, არამედ ჯანსაღი საზოგადოების არსებობის წინაპირობაა. მადლობა თითოეულ და ჩვენი დიდი პატივისცემა, მაძლიერება და სიყვარული თქვენ, ხობის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლებს! Don't let me go. She was leaving.
გაქცევა და მაინც რა არის გაქცევა? უმეტეს შემთხვევაში იგი ასოცირდება სისუსტესთან და პასუხისმგებლობებისგან თავის არიდებასთან. თუმცა ფილოსოფიური გადმოსახედიდან ეს არის ყველაზე რადიკალური და გულწრფელი აქტი, რაც კი შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა. ხედავთ ამ სკოლის ჩანთას, მასში არა მხოლოდ წიგნები და სპორტის დასაცველი, არამედ ჩემი მთელი ბავშვობა და ის ნიღბები მიწვია, რომელსაც ვირგებდი 12 წლის განმავლობაში. ფრიდრიხ ницშე სულის განვითარების ერთ-ერთი ეტაპია ომი, რომელმაც უნდა დაანგრიოს ძველი ღირებულებები. შენ უნდა, რასაც განთავისუფლოს ბავშვს, რომელიც ყველა ჩვენგანშია, როგორც ახალი შემოქმედება. ჩვენ კი მივდივართ, გადავავლით მთებს და გადავცურათ სხვას. ამ შენს კი დავტოვებთ აქ, თუმცა არ დავტოვებთ ჩვენ ბავშვობას და იმ გულწრფელ ემოციებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების ქვაკუთხედად გადაიქცევა. გვპირდებით, რომ ყოველთვის დარჩებით ამ ბავშვებად და არასდროს არ კარგავთ მათ, რომლებსაც ისნობდით 12 წლის წინ. ამ პატარა გოგობიჭებს ლამაზი, ჭკვიალა სიყვარულის სავსე თვალებით. გთხოვთ, აპლოდისმენტებით შეეგებათ მათ!
მოედანი. სადაც არის ის, იქ აუცილებლად არის რიტმი, პლასტიკა და უზომოდ ბევრი ხალისი. მივესალმოთ მარიამ ლამთაძე! გოგო, რომელიც კლასში თავისი გრძელი ფერისა და ესთეტიკის სიყვარულით გამოირჩევა. ცოტათი გულჩათრობილია, მაგრამ მაინც მუდამ ჩვენს გვერდითაა. ნათია ცხადაია! ნიკა არის მეგობარი, რომელიც ყოველთვის სიმართლის ხარეს დგას და ვიცი იმედი შეიძლება რომ ნებისმიერ სიტუაციაში გქონდეს. მისი მიზანდასახულობა და ჩომის მოყარეობა გვაძლევს იმას, რომ ბევრ წარმატებას მიაღწევს სპორტში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში კიდევ ბევრჯერ გასახელებს და თავის სიტყვას სპორტის ისტორიაში თვითმის. მივესალმოთ, ნიკა ჭანდურია! ის გოგოა, რომელსაც სკოლის დერეფნებში ნებისმიერ წამს შეუძლია დისნეის მულტფილმის ატმოსფერო შექმნას. ის კლასის რაპუნცელია. მივესალმოთ, ლიზი ჭანდურია! ის კლასის ყველაზე მიდუმალი წევრია, ახსნის ჩვენს მესიჯებს, რადგან ჩვენს მომავალ ღიმილზეს ზრუნავს. მისი დევიზია ნაკლები ჩადი და მეტი ჰოლივუდური ღიმილი. მიესალმეთ, თეკლა ხაჭაპურიძე! თუ კლასში არსებობს ადამიანი, მისი სიმართლეს ყველგან ჭარბობს და მისი გონებას არასდროს ისვენებს, ეს შელია. მისი სწავლა არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ ბუნებრივი მდგომარეობა. მიესალმეთ, მარიამ შელია! თუ ჩვენს კლასში არსებობს ადამიანი, რომელიც ნამდვილი სიმშვიდისა და სინადის განსახიერება, ეს ლიზია. ლიზი ნამდვილი ჰუმანიტარი და ხელოვნების მოყვარულია. ის საოცრად კრეატიულია და შეუძლია კადრში დაიჭიროს ისეთი სილამაზე, რომელსაც ბევრი სრულყოფილად ვერ გიაღიქობს. მივესალმოთ, სენაძიანი ძიოსა! ჩვენს კლასში არის ადამიანი, რომელიც თულქიმიურ ფორმულებს ისახსნის თითქოს წროპარსყვებოდეს. მასში ისეთი სიმყუდროვია, რომ ამას თავად კატები იგრძნობენ, მაგრამ საღამოობით ისე გაუჩინარდება თითქოს ბეტმენივით გოთანს დასხეროდეს ჩხილებიდან. შეგებეთ თათული თუხბერიძე! ეს გოგონა კლასის მთავარი ბლოგერია. მას განსაკუთრებული ნიში აქვს. შეუძლია ნებისმიერი მომენტი საუკეთესო და შთამბეჭდავ ვიდეოკლიპს დაგნიშნოთ. შემოქმედებითი საქმიანობის მიღმა კი მისი მთავარი გატაცება, სიჩქარე და ადრენალინია. განსაკუთრებით მასში, როდესაც ეს მის საყვარელ მანქანას მუსტaks ეხება. შეგებეთ ფესტივალშია მარიამ სანია! მისი განსხვავებული ერის გარშემომყოფებს ხიბლავს. ჩანთა მის განაშე არ არსებობს და მზა და კაცის კი მოკლას მაგის გამო. იგი ჩვენი შუმახერია, რომელიც ძალიან მალე აიღებს მართვის მოწყობას. მიესალმეთ, ანა კვირკვალია! სიმშვიდე და მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. იგი ხუთუჭას, შავგრემანი, უსაყვარლესი გოგონა, რომელსაც ისეთი ჰუმორი აქვს, შეუძლია გაუჩნარი ხელმწიფესი გააცინოს. მასთან ერთიჭი გაღვინისმა და დიალოგის ნეტარება. თქვენს წინაშეა ლიზი ჭანდურია! ის ისეთი მშვიდი ადამიანია, ხმა მაღალ ლაპარაკზე მეტად გიტარით რომ გამოხატავს ემოციას. ფილოლოგიაზე ვაბარებ არწმენ, სიტყვებთან ურთიერთობა ყველაზე კარგად გამოდის. და ალბათ ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია თან ლექსის გაანალიზოს და გიტარაზე საუბრობს. გარდა წყარია, მაგრამ ის ფრეიმისა და ფიქრებში მთელი ფილმები მიმდინარეობს. მივესალმოთ, მირანდა მარტაია! ის მშვიდიცაა და მე ამბოხეთ. ის ისეთი ადამიანია, რომელიც ჩუმად მაგრამ მოსამართლობას ვერასდროს აიტანს. თავისუფალ დროს კონსტიტუციას კითხულობს და თავს უკვე ნახევად მოსამართლედ გრძნობს. აქვს ძლიერი ხასიათი, მჭრელი აზროვნება და სამართლიანობის განსაკუთრებული გრძნობა. მოკლედ, მომავალი მოსამართლე, რომელსაც კამათში მოგება, თითქმის ყოველთვის შეუძლია. მარია თურქია! მე მინდა სცენაზე მოვიწვიო ადამიანები, რომლებიც ისტორიას ცალ-ცალკე არ ახსოვს. თქვენს დაინახო დარწმუნებული იყავი, რომ მეორე სადღაც იქვე იქნება. წარმოგიდგენთ, ჩვენი კლასის უკუდავ დუოს, ადამიანებს, რომლებიც შაშიც კი ერთად ეხვევიან. ალიკა ბებურია და იდია ფშილავა. თუ შეიძლება რომ კლასში ვინმეზე ითქვას, რომ მისი სიცილე ნებისმიერ დაძაბულობას წამში აკრუს, ეს ის ადამიანია, რომელიც ახლა სცენაზე უნდა მოვიწვიო.
მიზანი ხობიდან ამერიკაში. მოკლედ მივესალმოთ ლუკა ხურცილავა. Hello everyone. ამ გოგოს პოტენციალი უსაზღვროა და თუ კი სკოლის ზერეფანში ვინმე სიმღერის ხმას გაიგონეთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის ის არის. სიმღერისა და ხელოვნების გარეშე ხომ მისი ცხოვრება სრულიად წარმოუდგენელია. მოკლედ მივესალმოთ ლიზი ალანია. მისი მაუხილებელი ღიმილი, ლამაზი თვალები და ხუჭტაცმები ყველას ყურადღებას იქცევს. ის ძალიან კომუნიკაბელური და დადებითი ადამიანია, რომელიც ჩვენი კლასის განსაკუთრებული წევრია და მეგობრებო, მივესალმოთ ანა ჯინჯალავა. ის მომავალი მედიკოსია, რომელიც სერიოზულობასა და თავისუფლებას აერთიანებს. როგორც კლასის პირველი ლიცენზირებული მსხოლი, ის და საკუთარი ჯედა განუყრელი მეგობრები არიან. მის თავისუფალ ბუნებას კი ყველაზე მეტად მისი პოზიტიური სიცილი აფერავდეს და შეეგებენ მარია მიოსავა. თქვენ გონია სულ ეს ვარ? დღეს რამდენიმე ჩვენი კლასელი ვერ გვესწრება. ზოგიც კი აქ არის და მაგათ გარეშე ჩვენი კლასი ხო წარმოუდგენელია. გვინდა წარმოგიდგინოთ. ლუკა ბუკია. საბა მამა ქავრიშვილი. გაგა კილოსონია. სანდრო ვეკუა. საბა ვარსაგავა. გოგი ბუკია. მესი ჟიდაია. საბა საბახტარაშვილი. ლანა ბაჯორიშვილი. ლევანი ხურცილავა. გიორგი ფაცონია. მიშიკა ფალიანი. ლუკა ცხადარია. მუზეუმში ლიზიოსავა სამკაულები გაუჩინარდა. ჯერჯერობით მძარცველების ვინაობა ჩვენთვის უცნობია. ახლა კი შემთხვევის ადგილი და ქრისტინე ჩაბმება.
მოგესალმებით. თავისუფლების დომა მეორე საჯარო სკოლის მუზეუმის ტერიტორიაზე. ეპიცენტრის ადგილი და სადაც სოდათის წინ მოხდა ძარცვა. მართალია ძარცვა ვინაობა ჯერჯერობით ცნობია, თუმცა ვიდეოკამერებმა შემოგვიჩვენა უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები.
my skin and I feel my heart's beating. 'Cause you make me feel like I'm alive again. Alive again. Oh, you make me feel like I'm alive again. Said I can't go on now in this way. I'm a dream that died, but light of day. Then I pull up house, try and say, only now I feel my heart breathing. I feel my heart under my skin, and I feel my heart breathing. 'Cause you make me feel like I'm alive again. Alive again. Now, oh, you make me feel like I'm alive again. Tournament come to me, cheating. Everything you want to dream away. And there's pressure, and there's weight. We are diamonds taking shape. We are diamonds taking shape. If we only got this life, this adventure of the night. And if we only got this life, you can be true. Oh, and if we only got this life, this adventure of the night. Wanna share with you, with you, with you. მე 18 ადოვი კლასი! ჩვენი ელექტროგიტარისტი ლუკა ხურცილავა! მომღერალი ზიალანია. მადლობა! Matsaya, matsaya. Apato. Mariaje, mariaje, mi corre alto. Mariaje, siendo por Marco. Marco, Gao Marco. Gao Marco. Gao Marco. Mariaje, mariaje, mi corre alto. ჯარმის ხმაზე გამეხუძა უცხო ხმა მესმა ჩემდა იქოსული დაცკაცმა უცხება მისცა მამაკო ვოჯარშაულა ვოჭმარესად რეკი თეობა და ხორონცუჩ გუზმა ხოდგარეს გიტუჩხიკანა ხოლები ჯგირ გოშ სიხოლო მუგოჭი რუოთ უთაშა კუდესი მუშენ სხუმინუ თეზმა მურე ძიე რუოთ უთაუ ვარ შევლებ გერჩიებუ სიქოვარა სივარა მუგოჭი სკანჩვინ დოპიჩაველი ჯირინე მუმიჩკა კათერული ჩუმაბარაკო მე თუ ვამოკო. ჩაბარენ კი აუზდიკერდე დარზალომ თუშავა მოშუ ო ბაბუ მამუ თურის ბეთხო მამიო Roshi, wangeshko. ო აჩკიმში ენაღირებო. საურაშე კიდე ხორცო ეთე Sumfolios, nebisnier sumrius esulit. Просто თქვა კოდქვით. მართაო? კო დასურო. ჯერ კონცია შემოსული ესულიათ. მაირფერ შემნებ ვაფშე გოშე. ნებისმიერ მუდგარენ კონკრეტ. თქვა просто ვენგერიდან. მავთქუან ქასე პირველო ვარ, მართქუან, ვეცეტასირო. ჯირდას კამი ჟის დუდმამე კოდქვი და მოგო ისკიდე მა ეროვნების ჩაბარება მაკოტა დაშე მუთუმა მოინტერესო. ჯირზი, რავარი პრობლემა. აბა, სიმუგოგო კოდქვი. მაჯარშავა მოკოულა ჯიბალუროა თქვა მოინტერესო სულებ გიგნაბ. გოჯინა. ჯგირ და ჯანდაბა ჯგირ. თეპადებზე მახოლ მეჩკიმ დაორდას. გიხარ სკანებად გვიღნა
Tquadgir boshitlar. Tebashis muoje, mushengeres sahi gonjvirina bimure, mondurnano. ჩქიმან ჩქუნა ვარა მოგაჭეწიე მუშენგერებ თეჭქვა გოინი მუფთხუა ასეთი მარგა იყოჩი და ქოდგვიძიე გიჩიე და გიჩიე თხინ ქასე არ მუდგანეს ჩქიმ კლასე ლუკა მუსმახანიო ამზრდო ქემენათი ხურეთა აძი ესური აძი ეკოშანი ეკოჩ მანტე სული გუმოსო მომეწო ყვა ვეგეცკენ ამბოშეთ მორდება ვა სორი ხალხაგაში ამიშმარა გემეცეთი დესთან უკვე ის მთეს ნუ ხორებოინა ეკოჩ და სუროჩინო პეტელაო ვა ლუკა ჩირასე ქუმორთი დოსკი ლადიშურე ხო გიგლაბჭარათ მარა სორე ბოიფურცე აგაცოლის მერჩი და გავათქვა თან შემეთესია საყარები ვარ და მომუთხო ხვა და შემორი მათა კონციდ დესთან შოკი სორეთ მართაიო ჩქიმ ლუკა სორდიზი გეხარჯინ სიოპეჩკი მინჯე ვეგიწყვი თუ ამ თესიკეთეს გირო აბა ჩქირეოდა ბოშე გესაჭირებ და ქუდომძახიდო თეშმეჩკი ნიდნანდა ერიოთ თქვანწუნა თქვანს ხასიას ვორეკი აბა თქვა გიჩქუნა ვემგელი დაჩქინდა დროებით მოდი ცოტა ხასიათზე და გახსოვს რითეში რომ მიდევით ამაღალ ხასიათზე იყავი რო გეკითხებოდი სად მიდიხარ თერაპევტზე სად მიდიხარ თქო იქ სადაც დუმან უაპაპე პირამიდები შენი თვალები, შენი ყვავები, შენი სინაზე პირამიდებში აგებდება ლოცვით რაში ყვილი იქნება ხასიათზე ჩვენი თამაში იქ სადაც უმარტავ პირამიდები სისხლის დასტამპერა შემოვიდები იქ სადაც გავუხსნება შენი რაში სფინქსის ყურები პირამიდებში აგირდება ლოდინით რაში ყვილი იქნება ხასიათზე ჩვენი თამაში იქ სადაც უმარტავ პირამიდები სისხლის დასტამპერა შემოვიდები იქ სადაც It's
კლასის ადამიანები, რომლებიც 12 წლის მანძილზე გვიძლებდნენ და შეიძლება ითქვას ცოტათი ჩვენს უძლებდით. ამ პატარა მინიატურით ალბათ მიხვდებით, რომ პირველი უნდა დავიწყო ქალბატონით, რომელიც ერთდროულად ყველგან არის. დერეფანში, სამასწავლებლოში, თუ იმ მოსწავლის ფიქრებში, რომელსაც სკოლიდან გაბარობს გასწრახული. ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი ნანა თირქია. როდესაც მოსწავლეებს შეუძლები, რომ ისტორიის გაკვეთილზე დავსწრება ცოცხალი მასალა და მართლა მოყავს სასწავი რომიდან, პარიზიდან და ნაპოლეონის ჯარიდან ქალბატონი თირქია ვარდია. ახლა კი მოდი გავახსენოთ ბავშვობა და აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი პირველი დამრიგებლები. დაწყებითი კლასის დამრიგებლობა ისეთი პროფესიაა, სადაც ერთდროულად უნდა იყო მასწავლებელი, დედა, მოსამართლე და დაკარგული კალმების დეტექტივი. მიესალმეთ თქვენს წინაშეა ნონა ბიგოვა და შორენა სეჯინავა. მასწავლებელი, რომელმაც ვირუსებს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მათემატიკის მასწავლებელი შეინგან ნულზე გაყოფის ნაცვლად, ნულოვან კონტაქტს ითხოვს. ქალბატონი ლილია ესაკია. ის არის სკოლის ეკოსისტემის დედოფალი. ქალბატონი, რომელსაც მცენარეებიც კი თქვენობით ელაპარაკებიან. შეეგებეთ რუსი დაგუდობიძე. რუსული ენის მასწავლებელი ხდება იმ მოსწავლეების რაოდენობას, რომელსაც გონიათ, რომ პრივატ ერთადერთი სიტყვა რას გამოსცემს დასჭირდებათ. შეეგებეთ ქალბატონი ლია სარია. ეს ადამიანი არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც მასწავლებელმა წიგნიდან კითხვას ცივილიზაციის გაცოცხლება ამჯობინა. შეეგებეთ თეა სასელია. თუ ჩვენს კლასში ვინმეა, ვინც ერთდროულად სიმკაცრესაც ინარჩუნებს და იუმორის ხსნობას არ აკლია, ეს ჩვენი მათემატიკის მასწავლებელია. შეიძლება გაკვეთილზე იშე და ეთქო, შეს გადავჩები, თუმცა ბოლოს მაინც დაფასან აღმოჩნდები. ნანი, გვიგვინია! ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელი ცოცხალი რუკაა. გაკვეთილზე ისე ყვება ქვეყნაზე გეგონება გუშინ ჩამოვიდა იქიდან. შეეგებეთ ნანა იასავა. ახლა კი დროა გაიცნო ჩვენი ხელოვნების მასწავლებელი. სამასწავლებლები არაფერია იმასთან შედარებით, ვინც თავად გახდა ტილო და ფუნჯებში ჩაიკარგა. ქალბატონი თეა ყაბუჩავა. ეს ქალბატონი ჩვენი როლვარსკოვია, რომელიც მუსიკის დროს სხვა სამყაროში გადადიდა ჩვენ სამყაროში. მისი ყოველი გაკვეთილი დიდი სოლო კონცერტია. შეეგებეთ თქვენ წინაშე ახალგუნა ჯომა! ის კი ნამდვილი აკაკის მუზაა, ზეცათავს სახელებს ისეთი პათოსით წარმოთქვამს, რომ ჩვეულებრივი ამების აღწერაც კი შექსპირის ტრაგედიას ემსგავსება. ქალბატონი ვინელია ხალარია. მართლა გერმანული არა მხოლოდ ისწავლება, არამედ იგრძნობა კიდეც ისეთი თქოს ბრანდენბურგის კარიბჭესთან იდგე და ენას, კულტურასა და ატმოსფეროს ერთდროულად ეცნობოდნენ. ქალბატონი ლევაკიდია! ეს ქალბატონი კი ნამდვილი დროში მოგზაურია. მას საკუთარი ოთახი დროის მანქანად აქცია და იქ იმდენი ანტიკვარული ნივთი შეინახა, რომ თავად მუზეუმის დირექტორსაც კი შეშურდებოდა. ქალბატონი ლალიკიდია! შეხედეთ ამ ფოტოებს და თქვით, ყველას ყოლეთ ასეთი ექსტრა და არტისტული ინგლისურის მასწავლებლები? მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამაში ჩვენ გაგვიმართლა. სოფო ვასალია და ნინო ესაგუა! მისი საკლასო ოთახი პატარა სახელმწიფოა, სადაც ნებისმიერი კამათი სტრასბურგის სასამართლო ზონაზე ჭდება. მივესალმოთ ნატო ცხადაია! მანდატურების სამი მუშკეტერი წესრიგის დასაცავად. ერთ-ერთი გუნდი, რომლებიც სკოლის დერეფანში იმაზე სწრაფად დარბიან, ვიდრე პირველ კლასელები. ეს ქალბატონი ალქიმიკოსია, რომელსაც უსაფრთხოების წესები არ არსებობს. შეეგებეთ თქვენ წინაშეა ქალბატონი სუსანა ედიბია! სკოლის ექსტრემალური მასწავლებლების კოლექციას კიდევ ერთი გმირი შეემატა. ფიზკულტურის მასწავლებელი, რომლითაც ორი წრე სინამდვილეში დედამიწის გარშემო გარბენს ნიშნავს. მივესალმოთ ირინა გრიგორიანცი! ქალბატონები, რომლებმაც მოკლე დროში შემოყარეს თავი და დაიმსახურეს ჩვენგან უდიდესი მადლობა მათ, რომ ამ ურთულეს წელს გვერდში გვიდნენ და ზურგს გვიმაგრებდნენ. რა თქმა უნდა,
ჩვენი კლასის დამრიგებლები ქალბატონი მაია სიჭიროვა და მალი ბასილაია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დიახ არ არის, იმიტომ რომ ჩვენ გამოგვჩა მასწავლებლები, რომლებიც AI-მაც კი ვერ დააგენერირა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ისინი ცალ-ცალ წარგიდგინოთ, მივეგებოთ მათ. ის ცნობილია სწრაფი სიარულით. თუ დაინახავთ, რომ გვერდით რაღაც სწრაფად ჩაგიქროვათ, ნუ შეშინდებათ. ეს ქალბატონი ნანა, რომელიც გაკვეთილზე მიეშურება. ქალბატონი ნანა გვარია. იგი გაკვეთილს ისე ძვირად ხსნის, თითქოს ხვის პირას იჯდეთ, მაგრამ როგორც კი სიტუაცია აირევა, გაისმის ერთი ბიჯო. განსაკუთრებული გარეგნობით ისე გამოიყურება თითქოს მოდის ჟურნალის გარეკაიდან. ყოველთვის განსაკუთრებულადაცია და კლასში ხმაური ენა შემოდის. ხოლო მის გაკვეთილზე ნიუტონის კანონებიც კი უფრო სერიოზულად ჟღერს. მივესალმოთ, ელსა იოსავა! ადამიანი, რომელიც ჩვენ სერიოზულ სიჟიურის სახელზე ხილოს მაინც მოგრის და რადგან ვახსენე ჟიურის წევრები, დროა შევეგებოთ მათ. მაშასე, პირველი ჟიურის წევრი, რომელსაც არც ისფერი თვალები აქვს, არც ქერა, თუმცა ძალიან წააგავს ნიკა არაბიძეს. ლუკა ხურცილავა! შემდეგი ჟიურის წევრი, გოგონა, რომელსაც ყველაფერზე ეცინება და იმედია დღეს ესე არ მოიქცევა და არ გაგვაკოტრებს. ნინო ალშიბაია! შემდეგი ჟიურის წევრი, ეს გოგონა მხოლოდ კარგი მოცეკვავე არ გეგონოთ, მას ძალიან კარგი უმორის გრძნობაც გააჩნია. მარიამ ლონთაძე! და რადგან ვახსენე ჟიურის წევრები, დროა გამოვაცხადო პირველი მონაწილე, ლიზი ალანია! გაგვეცანე ლამაზო გოგო. მადლობა რომ მომეჭეთ ხופში ყველაზე ლამაზი გოგოს ტიტული, მე მქვია ლიზი. ლიზი, შენ გაქვს 60 წამი და თუ მზადხარ შეგვიძლია დავიწყოთ. თქმა უნდა მზადვარ. მაშასე, ყურადღება ეკრანზე, წამზომი ჩაი. ბავშვი შატაუზე წასვლამდე და ხობი ისეთი პატარა სასაფლაოზე წავიდე. როგორც ხედავ, ჩვენი ჟიურის წევრები სიცოცხლეს ვერ იკავებენ და ლიზი აგრძელებ თუ არა თამაშს. თქმა უნდა ვაგრძელებ. მაშასე, ყურადღება ეკრანზე. ყურადღება ეკრანზე. ყურადღება ეკრანზე. ჩაითო. ედიებში ლავა თეასოსელიას დანახვაზე ტალახში ისე იდრიფტება, ხופში ტოკიო დრიფტის მეორე სეზონი გავიდა. ლიზი, ასილარი უკვე მოიგე. ფიქრობ, რომ შენი შემდეგი ხუმრობები საკმარისად სასაცილო იქნება? საყვარელო, მე ჩემ პოტენციალში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი. ძალიან კარგი. ლიზი, ყურადღება ეკრანზე. წამზომი ჩაი. ჩვენ სკოლა დავამთავრეთ. როგორც ხედავ, მხოლოდ ლუკას გაეცინა და ლუკა გვაინტერესებს, რატომ იყო შენთვის ეს ხუმრობა ესეთი სასაცილო? არა, ბავშვობის დროინდელი ანეკდოტი გავახსენე და მამი. არა, შემდეგ ვითხარი ეს. ლიზი, კარგად დაფიქრი, აგრძელებ თუ არა თამაშს? რაღაცა ჟიურის წევრები ცოტა მოდუნებულები მეჩვენენ და მოდით ახლა ავიღეთ და წავ. კარგი, შენ როგორც გადაწყვიტავ, მაშასე გადავცეთ ლიზის დამსახურებული არასილარი. აპლოდისმენტები! მე კიდევ მოვალ, შენთვის მოვალ. ახლა კი დროა შევეგებოთ შემდეგ მონაწილეს. სცენაზეა ედი აფშილავა. გამარჯობა.
მოგესალმებით ბატონოები, წარმოგიდგენთ თქვენი თავი თუ შეიძლება. ბიობშილავა ქალაქობიდან. სანამ უშუალო თამაშზე გადავიდეთ, აი მაინტერეს ფეხზე რა მოგივიდა. სარლამი მინა მეგუში. და ალბათ დაიცერით, ხო შესაბამისად. კარგი თუ არ გიყვენ, შემიძლია დავიწყოთ. ოსი მოფექი. ედი, შეგაქვს 60 წამი და თუ მზად ხარ შეგვიძლია დავიწყოთ. დაიწყე ჩარტი. მაშასე ყურადღება ეკრანზე. სიტუაცია მოხდა ვარ, წავედი ჩატავაზე და რეკავს ფილა მასწავლებელი ერთი წუთი გამოვსწორე როცა სადაც ჩემ ბლოკმას არ გავს. ხდება ხომ შედობა. რაღაც ხარბეზია. ბიჭო, ჯოკერი 9 და 20-იანზე ლადო ხიშტი მინო პასი მარი ხიშტი. ბატონოები ხომ შედობა გაქვს? ჩემი ბლოკამი არ არის. აბა ვისი ბლოკადია? არ ვიცი შემეშალა ალბათ. ეს ვინოთი? რა ხდება გეძულა? როგორც ხედავ ჩვენს მონაწილეს ხუმრობები დაავიწყდა, რადგან არასწორი ბლოკნოტი წამოიღო, მაგრამ მედი არი ნერვიულო შენც არ გაგიშობ ხელცარიელს და აი ეს ნატახტანის ლიმონადი შაე! მადლობ შალის ვერი არ მესმევა. აი რა შეიძლება? აი ვერ გავიგე. მე ეს პროექტი მოდელი ხელად გადაჭერებული და ვიცოდი რომ მოვიგებ. სადა ორი სცენარი მოვიგე, მაგრამ უკაცრავად. ჩემი ბლოკამი არის. წავაგე ყველაფერი. პული მინო.
მოვარჩიებით ზუსტად ასეთი პატარები და არ დავყარდავთ ამ სილანეს და ბედნიერებას, რომელიც ასე ძალიან გვამშვენებს. ქალბატონებო და ბატონებო, იმედი მაქვს, რომ მოვიტანეთ და მოვახერხეთ თქვენამდე ჩვენი სათქმელი. მართალია ამ საათნახევარში ვერაფერი გამოგვდიოდა გვეთქვა თუ რეალურად რას ვცნობდით და რას განვიცდით, მაგრამ მცირე დროში ჩავარკეთ ჩვენი სათქმელი. გვიყვარხართ ჩვენ მშობლებო და მასწავლებლებო და მადლობას იხდით, რომ ვართ ის, რაც ვართ. ვართ ბედნიერები, ჯანმრთელები, ლამაზები, ჭკვიანები და რაც მთავარია გვაქვს ის ღირებულებები, რომლებიც გვახცევს ნამდვილ ქართველებად, ნამდვილ ადამიანებად, ნამდვილ ხობელებად. ძალიან გვიყვართ ჩვენი ხობი და ჩვენი ნომერ მეორე საჯარო სკოლა. დიდი მადლობა თითოეულს, რომელიც ხარში გვედგა და გვერდუნებს, რომ ჩვენ ვგზავნთ ამ მხარდაჭერას. მაგრამ მე კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი. დღეს, ახლა, ჩვენს გვერდის სცენაზე დგას იუბილარი და მინდა რომ ერთად მივიღოთ თბილისის ამერიკის დღე. Happy birthday, happy birthday, happy birthday to you. Today is your birthday, today is your birthday, today is your birthday. We're saying hip, 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 hooray. Today is your birthday, today is your birthday, today is your birthday. We're gonna shout it out loud and celebrate today. Misi ar saĝas ta samuravits, latas ar martas bravas, kamas tasai.
მოგესალმები და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მოსწავლეებო, მშობლებო, მოწვეულო, სტუმრებო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ თქვენ. მე არც ისე დიდი ხანია ბავშვებო, რაც ვიყავი თქვენი მასწავლებლის დამრიგებელი, მაგრამ ძალიან შემაყვარეთ თავი. ძალიან მეყვარხარ და ეს ცხოვრების გზაყოფილი იყოს თქვენთვის ბედნიერების, სიხარულის, წარმატებების მომტანი. სულ მიხარეთ და იბედნიერეთ. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. აგრეთვე მინდა მადლობა გადაუხადო თქვენს მშობლებს, მინდა გადაუხადო, აგრეთვე მადლობა მინდა გადაუხადო ნომერ მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებს, გაწეული შრომისათვის, იმ სიყვარულისათვის, იმ გაგებისათვის, რაც თქვენ მოგცათ და მინდა აგრეთვე მადლობა გადაუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ ნანა თირკიას თქვენი ასეთი დიდი თანადგომისთვის და სიყვარულისთვის. ბავშვებო, ძალიან მიყვარხარ, გეფერებით და გესიყვარულებით, იყავით ბედნიერები. მოგესალმებით. ჩემო ძირფასო მეთორმეტე კლასი. პატარა მეგობრებო. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. სიხარულს, წარმატებულ პომოლოს. უფალი გფარავდეთ, უფალი იყოს თქვენი. ჩვენი სკოლის დირექტორს ნანა თირკიას. მოგესალმებით. მინდა ქალაქ ხობის მეორე საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარება გამოვხატო ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებლის უკეთილშობილესი პიროვნების პაატა ზარანდიას გარდაცვალების გამო. მე ნამდვილად მჯერა ბატონი პაატა ზეციური სამფლობელოდან ბედნიერია და ამაყია იმით, რომ ჩვენ მასწავლებლები და ჩვენი აღსაზრდელები ერთად ვართ, რათა თქვენ ძვირფასო მე-12 კლასელებო ხარი დაგიჭიროთ და წარმატებები და წინსვლა გისურვოთ. მადლობა. ძვირფასო მე-12 კლასელებო, კურსდამთავრებულებო, ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო მშობლებო, მასწავლებლებო, დღეს განსაკუთრებული დღეა. მართალია, მე მხოლოდ მეორე წელია, რაც თქვენი სკოლის დირექტორი ვარ, მაგრამ მქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ თქვენი წინსვლის და წარმატების მონსტრე გამხდარიყავი. როგორც ამბობენ,
განათლება არ ამზადებს ცხოვრებისთვის, განათლება თავად ცხოვრებაა. და მე ეხლა ამ სცენიდან თქვენ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი წარმატებული ურთიერთობა, თანამშრომლობა ნამდვილად შედგა. დღეს თქვენ დატოვეთ მშობლიური სკოლის კედლები, მაგრამ მიგაქვთ უდიდესი განძი, ცოდნა, მიგაქვთ ცოდნა და განათლება, რომლითაც თქვენ სამყაროს შეცვლა შეძლებთ უკეთესობისთვის. მაგრამ ისიც მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ წითელი დიპლომი და მაღალი ქულები არ არის ადამიანობის გამსაზღვრელი. უფრო რთულია იყო კეთილი ვიდრე ჭკვიანი, რადგან ნიჭი არის, ჭკუა არის ნიჭი, ხოლო სიკეთე არჩევანი. მე მინდა თქვენი ცხოვრების გზაზე ყოველთვის აირჩიოთ სიკეთე, მეგობრობა, თანადგომა, სიყვარული და იყავით გულისხმიერები. დღეს და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, არასოდეს მოწყდეთ საკუთარ ფესვებს. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი ქვეყანა. დღეს თქვენ სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა, მაგრამ ეს დასასრული ნამდვილად არ არის. ეს არის დასაწყისი, არის სტარტის გასროლა ახალი ცხოვრებისკენ. იფრიდეთ მაღლა, იოცნებეთ თამამად და მუდამ ჯეროდეთ საკუთარი თავის, რადგან მომავალი იმათ ეკუთვნის, ვისაც ოცნებების, საკუთარი ოცნებების სილამაზის ჟერა. გილოცავთ, მომავალი თქვენია, უფალმა დაგილოცოთ გზა, გმადლობთ ყურადღებისთვის. ძვირფასო საზოგადოებავ, ყველას მინდა დღეს აქ მობრძანებისთვის უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმ სიხარულის გაზიარებისათვის, რასაც ჩვენი კურსდამთავრებულები განიცდიან. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. ასევე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ხობის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით ბუკიას ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის. მივესალმოთ მას. სცენაზე მინდა ვთხოვო ქალაქ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ქალბატონ ანა არაბულს. მოგესალმებით ხომშვება, მოგესალმებით დაბჭრე საზოგადოება. მინდა მოგილოცავ დღევანდელი დღე. ეს ძალიან ბედნიერი და ცოტა სევდიანი დღე. შესავალს ხომ მოусმინეთ, ხო ძალიან მაგარი თაობა გყავთ. აპლოდისმენტები თუ შეიძლება. მე ასე დღეებში არ მიყვარს ბევრი საუბარი. როგორ მიყვარან იციან, დარწმუნებით იციან. მინდა წარმატებები გისურვოთ, არა მარტო დღეს, არა მარტო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, არამედ მომავალ ცხოვრებაში. და მე მინდა, ეხლა რასაც ვიტყვი, ამას ჭირდება ძალიან დიდი აპლოდისმენტები. მე მინდა უთხრა სამყაროს, რომ ფართოდ გახსნას კარები, ყველა კარები, იმიტომ რომ მეორე სკოლის კურსდამთავრებულები მოდიან. გისურვებთ წარმატებებს. სცენაზე გვინდა მოვიწვიოთ ნომერ მეორე საჯარო სკოლის პირველი დაწყებითი სკოლის მასწავლებლები შორენა სიჭინავა და ნონა ბიგვავა. ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვირფასებო, დღეს მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა თქვენს ცხოვრებაში. ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას და გავიდა ეს წლები უკვე, მაგრამ განსაკუთრებული დღე იყო 12 წლის წინ, როცა ცნობის მოყვარე ლამაზი პატარები გაუბედავი ნაბიჯებით შემოხვედით ჩემს კლასში. მახსოვს დღემდე ის ხიმილი, ცრემლები და აღტაცება
რომელიც პირველი ზავის წრიალს მოყვა. დღეს ბოლო ზავია, რომელიც ასრულებს სასკოლო ცხოვრებას და გიხსნით გზას შემდგომი წარმატებისაკენ. გზას, რომელიც სავსეა გამოწვევებით, საინტერესო თავგადასავლებითა და შესაძლებლობებით. იარეთ ამ გზაზე უშიშრად, წარმატებით, იშრომეთ და თქვენი შრომა დააფასეთ. გიყვარდეთ თქვენი საქმე, რასაც აკეთებთ. მე მჯერა თქვენ იქნებით წარმატებული, სამართლიანი, ღირსეული ადამიანები. არასოდეს დაგავიწყდეთ თქვენი მშობლიური სკოლა, რაიონი და ის ადამიანები, ვინც მუდამ იამაყებენ თქვენი წარმატებებით. ახლა კი განსაკუთრებით მინდა მივულოცო თქვენს მშობლებს, რომლებთანაც დღემდე დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს. გილოცავთ თქვენი შვილების წარმატებას. უფალი იყოს მათი მფარველი და ყველა გზა დალოცვილი იყოს მათი. ვულოცავ ჩემს კოლეგებს, მუდამ გვეამაყოს ჩვენი კურსდამთავრებულებით. კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო ლამაზებო სკოლის დამთავრებას. მიყვარხართ ძალიან, გეფერებით და კიდევ მინდა გითხრათ რა. დღევანდელი ულამაზესი დღისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. აი, იროდი, ვცქმუტავდი, არ ვიცი, აი ეს იყო ულამაზესი ღონისძიება და მადლობა მინდა სცენიდან გადავუხადო იმ ადამიანს, ვინც ამაში დიდი წვლილი მიიღო. მიყვარხართ! მოგესალმებით, ჩემო პატარებო. ჩემთვის უნდა პატარები იქნებით, მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ემოციები დატვირთულ დღეს. დღევანდელი დღეა, წლების განმავლობაში ნაოცნებარი სურვილების ასრულების დაწყების დღე. ყველაფერი წინ გაქვთ, საუკეთესო წლები, ბედნიერი მომავალი და გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ისინი, ვინც ქმნიან ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, იოცნებით გქონდეთ მიზნები და იშრომეთ ამისთვის. აუცილებლად იბრძოლეთ თქვენი მიზნების ასრულებისთვის. მე გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ნათელ მომავალს. მიყვარხართ ძალიან. მე მჯერა თქვენი უფალი გფარავდეთ იმ გზაზე, რომელიც უნდა გაიაროთ ცხოვრების ხანძზე. ბედნიერად იყავით. მოგესალმებით. თქვენი სკოლის სასწავლო ნაწილს ხალბატონ მედია ვარდიანს. მოგესალმებით ბავშვებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა. მეც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ჭიდილი გქონდა ჩვენ ამ დღეებში შექმნილი სიტუაციის გამო, მაგრამ თქვენმა სიყვარულმა ყველაფერს ძლია და აქ მოვედით. რადგანაც ჩვენთვის ძალიან რთული იყო დღეს აქ მოსვლა. მასწავლებელი ჩვენი კოლეგა, ჩემი მეზობელია, ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ხედავდი, ჩემთვის ცოტა რთული იყო, მაგრამ გადავლახე ეს ყველაფერი და მოვედი. გილოცავთ ჩემო კარგებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან ლამაზები ხართ, ძალიან კეთილშობილები ხართ. მე ახლა ბევრს არ გავაგრძელებ, გარიგებას მით უმეტეს არ დაგიწყებთ, იმიტომ რომ თქვენ ეს არ გიყვართ, თქვენ ხომ ყველაფერი ყველაზე მეტი იცით, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. და თქვენ მე მინდა ძალიან დიდი დოზით იყოს თქვენში სიყვარული. სიყვარული იყო ძალიან.
კეთილშობილი სიყვარული და ეს ამის გარეშე ძალიან ცუდი იქნება ცხოვრებაში ძალიან ბევრ წინააღმდეგობას წააწყდებით და ამიტომ ეს აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ძალიან მინდა აგრეთვე ვერ შემედავებით ახლა მაინც როგორც გაკვეთილზე მედავებოდით, იმიტომ რომ ყველაფერი თქვენ უნდა განსაჯოთ, თქვენ უნდა გვასწავლოთ, ჩვენ უბრალოდ ზოგჯერ შეგაპარებდით ხოლმე, რომ რაღაცაზე გვემსჯელა და გვეკამათა და მინდა ძალიან მყარი ღირებულებები გქონდეს, რომელიც აუცილებელია ცხოვრებაში. მინდა იყოთ ამ ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის, დიდი ტრადიციის, ღირებულებების, ისტორიის მქონე ქვეყნის ტრადიციის და ღირებულებების გამგრძელებელი ყოფილიყავით. ქართველ ადამიანში ღმერთმა კოდი ჩადო განათლების და ეს გაგეგრძელებინოთ თქვენ. ძალიან მინდა თქვენი შესაძლებლობები, რომლებიც დღეს ძალიან უსაზღვროდ გაქვთ, ბოლომდე დახარჯულიყავით, ბოლომდე გამოგეყენებინოთ ეს და ყოფილიყავით ძალიან კონკურენტუნარიანები. ძალიან საყვარელი საქმით დიდი ფინანსები დაგეგროვებინოთ და გეცხოვროთ ამაყად და ბედნიერად ამ ქვეყნად. ჩვენ თქვენი გულშემატკივარი ვიქნებით მთელი ცხოვრება. თითეული მასწავლებელი ძალიან ნიშნულოვან და თბილ სიტყვას წარმოთქვამდა, რომ იყოს ამის შესაძლებლობა დღეს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, წინსვლას, წარმატებებს, ძალიან დიდი მწვერვალების დაპყრობას, ჩვენ ყოველთვის თქვენი ერთგული და თქვენი თაყვანისმცემელი ვიქნებით. მიყვარხართ ძალიან. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენ სცენარისტ და ქორეოგრაფ ბატონ ლევას, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი კიდევ უფრო გაამართლა. მადლობა მას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყავით და გვიძლებით. ჩვენ გულშემატკივრებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. ძალიან გვიყვარხართ გეფერები და კოჩნი. Used to love, is this the place